გამოსვლის 17 თავში აღწერილი სცენა ისტორიული მოვლენაა, რომელიც ისრაელების უდაბნოში 40 წლიანი მოგზაურობის დროს ამალეკელების წინააღმდეგ ბრძოლაში მოხდა. მოდით წავიკითხოთ 8 მუხლი. და მოვიდა ამალეკი და შეებრძოლა ისრაელს რეფიდიმში. და უთხრა მოსემ იესოს, გამოგვირჩიე კაცები და გადი, შეებრძოლე ამალეკს. ხვალ მე გადმოვდგები ბორცვის თავზე და ღვთის კვერთხი მეჭირება ხელში და გააკეთა იესომ როგორც მოსემ უთხრა მას, რომ შებრძოლებოდა ამალეკს. მოსე, აარონი და ხური ავიდნენ ბორცვის თავზე. და იყო, როცა მაღლა აღაპყრობდა მოსე ხელს, სძლევდა ისრაელი. და როცა დაბლა დაუშვებდა ხელს, სძლევდა ამალეკი. და დაუმძიმდა მოსეს ხელები. და აიღეს ლოდი და შეუდგეს ქვეშ და ჩამოჯდა მასზე. ხოლო აარონმა და ხურმა შეაშველეს მას ხელები, ერთმა ერთი მხრიდან და მეორემ მეორე მხრიდან. და იყო მისი ხელები უდრეკი მზის ჩასვლამდე. და დაამარცხა იესომ ამალეკი და მისი ხალხი מחვილის პირით. იესონავეს ძემ თავის თავზე აიღო ბრძოლის ველზე წასვლის როლი, ამალეკელთა წინააღმდეგ საბრძოლველად. სანამ იესონავეს ძე ისრაელის ჯარს ბრძოლაში წინ მიუძღოდა და მიუძღოდა, მოსე მთაზე ავიდა და ბრძოლის ველს გადახედა. როდესაც მოსე ხელებს მაღლა სწევდა, ისრაელები იმარჯვებდნენ. მაგრამ როდესაც ხელებს დაბლა უშვებდა, რაც არ უნდა ხელსაყრელი ყოფილიყო ისრაელების პოზიცია, ისინი მაშინვე იწყებდნენ წაგებას. ამგვარად ბრძოლის გამარჯვების ან დამარცხების განსაზღვრელი საკონტროლო ობიექტი არა იესონავეს ძე, არამედ მოსე იყო. გარდა ამისა, რა გვასწავლის ბიბლია მოსეს შესახებ? მოსეს შესახებ გაცნობიერება საბოლოოდ ბიბლიიდან გვეცხადება, როგორც ეს საქმეების მესამე თავში არის ნაჩვენები, რომ მოსე იესოს განასახიერებს. მაშინ განაჩვენი სახარებაც იგივე არ არის. ღმერთმა ხილული და უხილავი სამყარო შექმნა ცისა და დედამიწის შექმნისას. ამჟამად ჩვენ სახარების საქმეს ხილულ სამყაროში ვახორციელებთ, მაგრამ სახარების შედეგი შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი, იმის მიხედვით, თუ რას გააკეთებს ღმერთი უხილავ სამყაროში. თუ ღმერთი ხელს ასწევს, ჩვენი სახარება წარმატებული იქნება. განა ასე არ არის. თუმცა რა მოხდება, თუ ის ხელებს დაბლა დაწევს? ყველა გაწეული ძალისხმევის მონაწილეთა რაოდენობის და გამოცდილი ექსპერტების თავდადებული შრომის მიუხედავად, სახარების შედეგი ყოველთვის წარუმატებელი იქნება, თუ ღმერთი უხილავ სამყაროში არ დაგვეხმარება. ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, რომ საკითხი ხილულ სამყაროში კი არა, საბოლოო ჯამში, უხილავ სამყაროში მყოფ ღმერთზეა დამოკიდებული. მაშ, როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენი რწმენის ცხოვრება ამიერიდან? ამ დედამიწაზე რწმენის გზაზე გულმოდგინეთ სიარული კარგია. თუმცა რწმენა, რომელიც ღმერთს უხილავ სამყაროში არ აღიარებს, არანაირ შედეგს არ გამოიღებს. ამიტომ, როდესაც ღმერთი აღიძვრება, ჩვენი სახარება შეიძლება აღსრულდეს. თუ ჩვენ ვასრულებთ სახარებას, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს აკმაყოფილებს და ღვთის გულის შეძვრის გარეშე საკუთარი ბედნიერებით მთავრდება, მაშინ ამ სახარებას ვერანაირი შედეგი ვერ ექნება. მაშინაც კი, თუ იესონავეს ძე გამორჩეული მხედართმთავარი იყო, გამორჩეული საბრძოლო უნარებით, და მაშინაც კი, თუ ისრაელის არმია მთლიანად მეომრებისგან შედგებოდა, რომელთაგან თითოეული 100 კაცის ღირებულების იყო, ისინი ვერ იქნებოდნენ გამორჩეული არმიები, სანამ მოსეს ხელები დაშვებული იყო. როდესაც ამ ყველაფერს ყურადღებით განვიხილავთ, შეგვიძლია გავაცნობიეროთ, რომ ბიბლიის მეშვეობით უნდა გავიგოთ უხილავ და ხილულ სამყაროს შორის ურთიერთობა. გამოსვლის 17 თავში ჩაწერილი მხოლოდ ეს ერთი სცენაც კი საკმარისზე მეტია იმის გასაგებად, თუ რატომ უნდა ვილოცოთ ღმერთთან, შევთავაზოთ ჩვენი სურვილები და მიუძღვნათ მას ჩვენი გულმოდგინება.